დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC და ასევე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები, რომელთა შორის არის France Press-ი, Associated Press-ი და Reuters-ი მოუწოდებს ისრაელს, რომ დაუშვან უცხოელი ჟურნალისტები ღაზის სექტორში. მათ ამ თემასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის მთავარი მიზანი იყო დაერწმუნებინათ ისრაელი იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ უცხოელი ჟურნალისტები მუშაობდნენ კონკრეტულად ღაზის სექტორში. შეგახსენებთ, რომ უცხოელი ჟურნალისტებს ღაზის სექტორში დამოუკიდებლად შესვლა აეგრძალათ მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში. როგორც თავად BBC აღნიშნავს, ღაზაში მხოლოდ მცირე რაოდენობის ჟურნალისტები დაუშვეს მას შემდეგ, თუმცა მათ თან ახლდათ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ისრაელში აცხადებდნენ, რომ ეს იყო ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით. BBC News-ის გენერალური დირექტორი დებორა ტერნესი ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში ამბობს, თითქმის 2 წელი გავიდა 7 ოქტომბრიდან, როდესაც მსოფლიომ ჰამასის სისასტიკეები იხილა, მას შემდეგ ღაზაში ომი მძვინვარებს, მაგრამ საერთაშორისო ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ შესვლა. ჩვენ უნდა მოგვეცეს ღაზაში შესვლის საშუალება, რათა ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად ვიმუშაოთ და ფაქტები მსოფლიოს მივაწოდოთ, განაცხადა BBC-ის გენერალურმა დირექტორმა. წარმოდგენილ ფილმში ნაჩვენები არის ისტორიული მოვლენები, რომლებიც სწორედაც რომ ჟურნალისტებმა ასახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად ამ ადგილებში ჟურნალისტების მუშაობა, მაგალითად ვიეტნამის ომი, 1984 წლის შიმშილი ეთიოპიაში, ჩინეთში ტიანმენის მოედანზე საპროტესტო აქცია, რუანდის გენოციდი, სირიელი ლტოლვილების კრიზისი და ომი უკრაინაში. აღსანიშნავია ის, რომ როგორც BBC-ის გენერალური დირექტორი ამბობს, სიტუაცია განსხვავებული არის უკრაინაში, რადგან უცხოელი ჟურნალისტები მუშაობენ უკრაინაში და შესაბამისად მათ აქვთ საშუალება გააშუქონ მიმდინარე მოვლენები, თუმცა სიტუაცია განსხვავებული არის ღაზაში და მთავარი საინფორმაციო წყარო, რასაც ეყრდნობიან დიდი მედია კომპანიები, არიან სწორედაც რომ პალესტინელი ჟურნალისტები, თუმცა მათი მუშაობა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და მათი რაოდენობაც უფრო და უფრო მცირდება. გაეროს მონაცემებით სულ მცირე 248 პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელის თავდასხმების დროს.